ძალიან გვიხარია მოკლედ რომ შემოგვიერთდით მეორე ნაკაცველოდებით უკვე და მაკომ როგორც ახსენა პირველი ნაწილი ესე იგი პირველი კურსის პირველი ეტაპი ჩავხურეთ უკვე რამდენიმე დღეა პირველ რიგში შესავალს გავაკეთებ რომ ძალიან კარგად ჩაიარა მოკლედ და კარგი ფიდბექები მივიღეთ სტუდენტების მხრიდან და იმედი გვაქვს რომ მეორე ნაკადიც ესეთივე წარმატებით იქნება და წარმატებით გაგრძელდება მოკლედ თქვენთან თანამშრომლობა სიამოვნებით მიგირავთ ყველას და გადმოგცემთ იმ ცოდნას და უნარებს რაც ჩვენ ამ ხნის განმავლობაში დავაგროვეთ და იმედია რომ ნაყოფიერი იქნება აუცილებლად. პირველ რიგში მოკლედ გაგაცნობთ ჩვენ დღევანდელი საკითხებს რასაც გავივით. მინდა გთხოვოთ რომ დამიდასტუროთ ნამდვილად ჩავსთვაროთ თქვენს ეკრანებზე პრეზენტაცია. მადლობა. მოკლედ როგორც იცით ჩვენს კურსს ესე რომ ვთქვათ არის სამთვიანი კურსი პირველ რიგში და დღევანდელ ჩვენს მასტერ-კლასზე მოკლედ ვისაუბრებთ თუ როგორ დავიწყოთ და როგორ გადავდგათ პირველი ნაბიჯები ბუღალტრულ სამყაროში ვართ 3 ლექტორი წარმოდგენილი მე დავითი და ნინო რომლებიც მერე თავთავიანთ საკითხებზე მოკლედ აუცილებლად გესაუბრებიან ჩემს მერე შეხვედრით დღის წესრიგს რომ დაუბრუნდეთ მოკლედ დღეს გავივლით პირველ რიგში თუ ვინ ვართ ჩვენ და როგორი ესე რომ ვთქვათ გამოცდილება გვაქვს რა არის ზოგადად ბუღალტერია და საგადასახადო ცოდნა და რისთვის შეიძლება ეს ყველაფერი რომ გამოიყენოთ რატომ უნდა გინდოდეთ რომ ბუღალტერია ისწავლოთ რა არის ის უნარები ესე რომ ვთქვათ იმისთვის რომ ეს პროფესია ადვილად აითვისოთ ვისთვის არის განკუთვნილი კურსი კურსის ფარგლებში გაგაცნობთ და შევეცდებით რომ დეტალურები ვიყოთ იმ ნაწილში თუ რას გავივლით ასევე ჩვენი კურსი მოიცავს ერთ-ერთ ბუღალტრული პროგრამის ფინანსის სწავლებასაც და ვისაუბრებთ ფინანსზეც და გეტყვით იმ კომპანიების მაგალითებს ვინც უკვე იყენებენ ფინანსს ზოგად სტრუქტურას და ფორმატებსაც გაგაცნობთ რა ფორმატებში მიმდინარეობს რამდენი თქვათ ლექცია კვირის განმავლობაში და ასე შემდეგ და კურსის დასრულების შემდეგ უკვე თქვენ ცოდნა გექნებათ ამაზედაც მოკლედ გიპასუხებთ ბოლოს როცა ჩვენი პრეზენტაცია მორჩება და ზემოთ ჩამოთვლილ საკითხებს დავასრულებთ ესე რომ ვთქვათ შემდეგ უკვე კითხვა-პასუხის რეჟიმზე გადავალთ და ვეცდებით რომ მაქსიმალურად ყველა თქვენი ინტერესი დავაკმაყოფილოთ და ყველა კითხვაზე გიპასუხოთ პირველ რიგში მოკლედ გაგეცნობით მე ვარ თიკო ჩარკვიანი ჩვენ სამივე მეც და თოცნინოც წარმოდგენილი ვართ კომპანია ფინოდა რომელიც არის ბუღალტრული და აუდიტორული სერვისების კომპანია ჩემი მიმდინარე პოზიცია დღეს კომპანიაში არის პარტნიორებზე ზრუნვის ლიდი ესე გვქვია რაც გულისხმობს რომ ჩართული ვარ კლიენტი კომპანიების ბუღალტრული პროცესების გაწერაში და შემდეგ მის შესრულების ნაწილში მანამდე მაქვს გამოცდილება ბუღალტრად მუშაობის მთავარ ბუღალტრად მუშაობისას და ეს პროფესია მოკლედ 5 წელზე მეტია რაც უკვე ჩემ ცხოვრებაში გაჩნდა და მინდა გითხრათ რომ ძალიან მიყვარს და ვცდილობ ხოლმე რომ ეს ჩემი სიყვარულის ხვებსაც გადავდო მოკლედ და თქვენც აუცილებლად ყველა ჩემ პრაქტიკას რაც ამ პერიოდის განმავლობაში მივიღე აუცილებლად გაგიზიარებთ ამავდროულად მაქვს სერტიფიკატი ესე რომ ვთქვათ ACCA-ის და ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის მხრიდან და ეს კიდევ უფრო მეტად მეხმარება რომ თეორიული ცოდნაც მოვიშველიო ჩემ პრაქტიკულ გამოცდილებასთან ერთად და ეს უფრო მეტად და ღრმად გაგიზიაროთ თქვენც დავით და ნინოს გთხოვ რომ თავთავიანთი თავი თვითონვე წარგიდგინონ თქვენც დავით გთხოვ რომ ახლა შენ გააგრძელო მადლობა თიკო გამარჯობა მეგობრებო მე დავითი ვარ მოკლედ მე ფინოში მუშაობ ესე იგი ჩემი გამოცდილება ძირითადად მოიცავს ბუღალტერიასაც მაგრამ ბოლო წლები მოკლედ ერთი დაახლოებით 5 წლის განმავლობაში უფრო საგადასახადო მიმართულებით მუშაობ კომპანიაში ეს თვიანთ მოიცავს მოკლედ თუ რამე საგადასახადო კონსულტაცია საჭირო საგადასახადო დავებისთან გვაქვს საქმე კიდე თუ რამე პროექტი არის რაც მაგალითად საგადასახადო ნაწილს მოიცავს მაგალითად ბუღალტერის აღდგენა და ასე შემდეგ მოკლედ ნებისმიერი საგადასახადო საკითხებთან დაკავშირებული ესე რომ ვთქვათ საქმიანობა თუ რამე შეიძლება გქონდეს ჩვენი ხა ბუღალტრულ კომპანიაში აუდიტორულ კომპანიაში მაგნატიში რომ თლიანად ჩართული და ესე ვთქვათ ჩემი პატარა ჯგუფი წავს რომელთაც მუშაობთ ამ საგადასახადო აუდიტზე და მოკლედ ესე რომ ვთქვათ კარგი და დიდი პრაქტიკული საგადასახადო გამოცდილება გვაქვს მოგროვებული და ამ კურსის ფარგლებში იდეაში აი ზუსტად ეგ არის რომ მაგის გაზიარებას მოკლედ მარტივად შევძლებთ რა მე მეგონია და ნუ აქამდე ჩატარებული ესე რომ ვთქვათ ლექციებიც პრინციპში ცხადყოფს უკვე მაგას რა
პრინციპში ძირითადი ნაწილი სულ ეს იყო, მოდი ხა ნინოთი გავაგრძელოთ. მადლობა დათო. მოგესალმებით მეგობრებო, მეც წარმოვადგენ ბუღალტრული და აუდიტორული სერვისების კომპანია Finos. უკვე 10 წელია ვარ Finos თანამშრომელი და მუშაობის სხვადასხვა პოზიციიდან, სხვათა შორის სულ საწყისი პოზიციიდან დავიწყე ჯუნიორად და შემდეგ ბუღალტრად, მთავარ ბუღალტრად და ასე შემდეგ სხვადასხვა დროს სხვადასხვა პოზიციაზე ვიყავი. ამჟამად ვარ პორტფელის მენეჯერი, რაც იმას ნიშნავს, რომ სხვა ბუღალტრებთან ერთად, ჯგუფთან ერთად ვაკეთებთ პორტფელში შემავალი კომპანიების ბუღალტერიას და საკმაოდ დიდი პრაქტიკული ცოდნა დამიგროვდა და მოხარული ვარ, რომ კიდევ ერთ ჯგუფთან მექნება საშუალება, რომ ეს ჩემი პრაქტიკული ცოდნა გავეზიარო. და მივესალმები ამ პროექტს, ძალიან კარგი გამოწყებას მართ აკადემიასთან ერთად და ძალიან წარმატებული. იმედი მაქვს, რომ შემოგვიერთდებით თქვენს. ნინო, დიდი მადლობა. მადლობა მეგობრებო კიდევ ერთხელ. ეხლა გავაგრძელებ უშუალოდ Finos შესახებ მოგიყვებით. ჩვენ შესახებ არის პატარა ვიდეო. ამ ვიდეოში მეგობრებო წამოგვიყვანილია ჩვენი ზოგადი 13 წლის განმავლობაში მოკლედ რაც გავიარეთ. ვართ ბუღალტრული და აუდიტორული სერვისების კომპანია და ვცდილობთ მოკლედ რომ ჩვენ კლიენტებს მივცეთ მაქსიმალურად ხარისხიანი და ბუღალტრული გამოცდილება შევუქმნათ იმისთვის რომ მათი აღრიცხვა ანგარიშგება სრულად იყოს შესაბამისი სტანდარტების, ამავდროულად იყოს შესაბამისი საგადასახადო კოდექსის და ვცდილობთ ესე რომ ვთქვათ რომ ჩვენი ბუღალტრებიც სულ მუდმივად იყვნენ მოჭიდებაში ახალ კანონმდებლობასთან, ცვლილებებთან, ამ მიმართულებით ვაგროვებთ ძალიან ბევრ ცოდნას და ვუზიარებთ სხვებსაც. ჩვენი ესე რომ ვთქვათ ამ კურსის იდეაც სწორედ ამიტომ დაიბადა, რომ უფრო მეტად ავამაღლოთ ცნობადობა ბუღალტერიის მიმართულებით საზოგადოებაშიც და თქვენც დაგეხმაროთ იმაში, რომ თუ დაინტერესებული იქნებით ამ პროფესიის შესწავლით, მაქსიმალურად გადმოგცეთ ჩვენი აქამდე მიღებული გამოცდილებები. რაც შეეხება უშუალოდ ბუღალტერიას და საგადასახადო კოდექსს, ანუ რატომ არის ეს ყველაფერი საჭირო და რაში გამოგადგებათ ყოველდღიურ ცხოვრებაში, ამასაც გვინდა რომ შევეხოთ და დღეს გესაუბროთ. პირველ რიგში მნიშვნელოვანი არის იმიტომ, რომ თქვენი პირადი ფინანსები მართოთ, ამაში გულისხმება ის, რომ მაგალითად თქვენი ყოველდღიური ბიუჯეტი სწორად განსაზღვროთ, დააძოგოთ თქვენი თანხები. მაგალითად, არ გქონდეთ იმის საშიშროება, რომ რაიმე ესე რომ ვთქვათ, დიდი დოზით ვალები აიღოთ და ინფორმაცია გქონდეთ იმის შესახებ, თუ როგორ მართოთ თქვენი ბიუჯეტი ისე, რომ ის სწორი იყოს და გქონდეთ ოპტიმალურად გადაწყვეტილების მიღების საშუალება. ასევე მნიშვნელოვანი ბუღალტრული და საგადასახადო ცოდნისთვის არის ის, რომ თქვენ შეძლებთ თუ გაქვთ საკუთარი ბიზნესი და მარტომაც დასვა ეს კითხვა დასაწყისში, თუ მაგალითად თქვენი ბიზნესი გაქვთ და მისი მართვა გჭირდებათ, ხშირად ხდება ხოლმე ისე, რომ კომპანიის დამფუძნებლებს ან დირექტორებს არ აქვთ წვდომა სრულად ყველა ინფორმაციაზე, ან როდესაც ბუღალტერი უგზავნის მას შესაბამის უწყისებს, მათ არ შეუძლიათ მათი წაკითხვა და ეს არის ძალიან დიდი დანაკლისი იმისთვის, რომ კომპანია სწორად იმართოს, იმიტომ რომ ყველა კომპანიის იდეა და არსები ზუსტად არის ის, რომ სწორად იმართოს მისი ბიუჯეტი. შესაბამისად, ჩვენი კურსის ფარგლებშიც და ზოგადად ბუღალტერიის მთავარი ფუნდამენტიც არის იმაზე დაფუძნებული, რომ ადამიანები, ვისაც საკუთარ ბიზნესს ფლობენ, შეძლონ ამ ბიზნესის სწორი მართვა უკვე ფინანსებში გამოხატული და ციფრებში გამოხატული და შეძლებთ თუ თქვენი ბიზნესიც გაქვთ, რომ კურსის ბოლოს, ესე რომ ვთქვათ, თქვენი ბიზნესის შესახებ ინფორმაცია სრულად გქონდეთ. ასევე ბუღალტერია მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ყოველდღიური ფინანსური გადაწყვეტილებები მიიღოთ, მაგალითად შეიძლება გქონდეს ისეთი შემთხვევაც, რომ პირობითად ვაპირებდეთ ცეცხლის აღებას, ხო? ამ შემთხვევაშიც ბუღალტერია გეხმარებათ იმისთვის, რომ გაგეგმოთ სწორად, სწორი პერიოდი აირჩიოთ, სწორად გაანაწილოთ თანხა, მინიმუმ ინფორმაციას, რასაც მაგალითად ბანკები მოგცემენ, ეს სწორად გავიაზროთ. ანუ ყველა საკითხს, რაც ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში ხდება, მის შეფასებას სწორად გავაკეთებთ ფინანსების მიმართულებით. ასევე ბუღალტერიის ცოდნა და საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა ადამიანებს იცავთ ფინანსური თაღლითობისგან, რომ თავი დაიცვან და შემთხვევით არ მოხდეს ისე, რომ რაიმე საეჭვო თაღლითურ ოპერაციებში გაეხვიონ. ზოგადადაც რომ შევაჯამოთ, აუცილებელი არის ნამდვილად თქვენი ყოველდღიური საზოგადოებრივი ცხოვრებისთვის, რომ ვიცოდეთ საგადასახადო კანონმდებლობა და ზოგადად ბუღალტერიაც, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ჩვენ გვეცოდინება ინფორმაცია ჩვენი ბიუჯეტის შესახებ, რაც სახელმწიფოს ვუხდით, ხო?
ჩვენ ყველა ჩვენგანი ვართ გადასახადის გადამხდელები, უნდა ვიცოდეთ ზუსტად თქვათ რამდენიც ვიხდით ბიუჯეტში, როგორ შემიძლია ამისი ადმინისტრება გავაკეთო, განსაზღვრის თანხები რაც ბიუჯეტში ირიცხება და ზოგადად საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისთვის ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი და აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ ჩვენც რომ ნებისმიერმა ადამიანმა მცირედი წარმოდგენა მაინც უნდა გქონდეს ზოგადად საგადასახადო კანონმდებლობასთან და ბუღალტერიასთან. ასევე გაგაცნობთ თუ რატომ უნდა გვინდოდეს ბუღალტერიის შესწავლა უშუალოდ და ამ კურსზე დასწრებაც. ანუ რატომ არის ბუღალტერიის პროფესია, ესე რომ ვთქვათ, მოთხოვნადი დღევანდელ ბაზარზე და რატო მნიშვნელოვანი? პირველ რიგში ეს არის ის, რომ არ არსებობს კომპანია, არ არსებობს სახეობა და სფერო, რომელსაც არ სჭირდება ბუღალტრული აღრიცხვა. შესაბამისად, ბუღალტერია ჩვენს ქვეყანაშიც და საერთაშორისო ბაზარზეც არის ერთ-ერთი მოთხოვნადი პროფესია და ყველა მათგანს, ესე რომ ვთქვათ, კომპანიებს, ნებისმიერ სახის კომპანიას, ნებისმიერ სახის სფეროს კომპანიას სჭირდება ბუღალტრული აღრიცხვა. დღესდღეობით 200,000-ზე მეტი რეგისტრირებული კომპანია არსებობს მხოლოდ ჩვენს ბაზარზე საქართველოში და მათ აუცილებლად ყველას ესაჭიროებათ ბუღალტრული აღრიცხვა. ასევე მნიშვნელოვანი არის ის, რომ თქვენ შეძლებთ ამ პროფესიის ფარგლებში, რომ დისტანციურად იმუშაოთ და ეს პროფესია არ მოიცავს და არ გულისხმობს იმას, რომ მხოლოდ და მხოლოდ თქვათ ოფისიდან უნდა ვაკეთოთ საქმე, ან რაღაც კონკრეტული განრიგის მიხედვით უნდა ვიმუშაოთ. ანუ გაძლევთ სრულ კომფორტს იმისთვის, რომ ბალანსი პირად ცხოვრებას და პროფესიას შორის დაიცვათ და შეგიძლიათ რომ იმუშაოთ დისტანციურად ან რამდენიმე პროექტზე, რამდენიმე კომპანიასთან ერთდროულად, ამასაც არ გსხუტავს. ასევე მნიშვნელოვანი არის ის, რომ IFRS-ის ზოგადი ცოდნით, მაგალითად, რაც საერთაშორისო ბუღალტრული სტანდარტებია, ამ ცოდნით თქვენ შეძლებთ, რომ არა მარტო საქართველოს ტერიტორიაზე, არამედ საერთაშორისო ბაზარზეც გახვიდეთ და სხვა, მაგალითად, არა რეზიდენტ კომპანიებთანაც იმუშაოთ, რომლებიც არ არიან და არ ფუნქციონირებენ საქართველოს ტერიტორიაზე. ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ საკმაოდ მაღალი ანაზღაურება აქვს თითოეულ ბუღალტერს და ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი არის ზოგადად პროფესიის არჩევის დროს, რომ რამდენად ანაზღაურებადი იქნება და რამდენად ისეთი ანაზღაურება იქნება, რაც თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებას გამოადგება. ამ შემთხვევაშიც ბუღალტერია გვეხმარება ამაშიც და სტატისტიკურად ნაჩვენები არის ის, რომ თვეში დაახლოებით 3,000-დან 4,000 ლარამდე არის მთავარი ბუღალტრის ანაზღაურება და ბუღალტრის ანაზღაურება ზოგადად. ასევე მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ განმეორდები იმისთვის, რომ ზოგადად ბუღალტერიის შესწავლა აუცილებელია იმ ადამიანებისთვის, ვისაც საკუთარი კომპანია აქვს ან აპირებს, რომ ბიზნესი დაარეგისტრიროს და ის მართოს. ანუ მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ვიცოდეთ ზუსტად მაგალითად და ბიუჯეტირება გავუკეთოთ ჩვენს ყოველდღიურ შემოსავლებს და ხარჯებს, მით უმეტეს მაშინ, როდესაც სტარტაპი ვართ. და ზოგადადაც, როდესაც დიდი კომპანია, იქ უფრო მეტად ხდება ხოლმე იმის საჭიროება, რომ ფინანსური ანალიზი მუდმივად ვაკეთოთ და კომპანიის ციფრებთან გქონდეს მუდმივად შეხება იმისთვის, რომ ჩვენთვის კონკრეტული, ესე რომ ვთქვათ, საკითხები დროულად გადავწყვიტოთ და ვიცოდეთ მაგალითად, რა საკითხებში ვიღებთ მოგებას, რა საკითხებში ზარალს და თუ მაგალითად მინიმალური ცოდნა ბუღალტერიის არ აქვს კომპანიის დამფუძნებელს ან დირექტორს, უჭირთ ხოლმე სწორი გადაწყვეტილებების მიღება. ამიტომ ბიზნეს ანალიზისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროფესიის შეწენა, გარდა იმისა, რომ ზოგადად ბუღალტერიის პროფესია არის დღესდღეობით ძალიან კარგი იმისთვის, თუ გინდათ რომ განვითარდეთ, თუ გინდათ რომ გქონდეთ შედარებით მოქნილი გრაფიკის სამუშაოს და თუ გინდათ რომ იყოთ მაღალ ანაზღაურებად. ჩემი ნაწილი იდეაში ამ პრეზენტაციებით მორჩა, ეხლა უკვე დათოს დავუთმობ შემდეგ საკითხებზე საუბარს და ბოლოს მეც დაგიბრუნდებით, რა თქმა უნდა. დავით, გთხოვ რომ ეხლა შენ გააგრძელო. მადლობა თიკო. პირველ რიგში მოგეუბნებო, ცოტა უფრო მეტი წარმოდგენა რო გქონდეს ბუღალტრის ანაზღაურებასთან დაკავშირებით. ციფრები გამოიყურება დაახლოებით ესე, რომ თავიდან საწყის პერიოდში, სადაც 1 წლამდე გამოცდილებას როცა მოვაგროვებთ, აი სადაც 1 წელი, თითქმის უკვე 1 წელი რო შეგვისრულდა, თუ კარგად მოვინდომებთ, მეგობრებო, სადღაც 1200 ლარამდე თავშეულად შეიძლება გქონდეს ანაზღაურება რა. მე უკვე 2-3 წელი 2-3 წლის გამოცდილება უკვე იძლევა მაგის საშუალებას, რომ სადღაც 2500 ლარამდეც ავიდეთ. მანდ ხა ბევრ რაღაც გააჩნია, ანუ ცალკე მუშაობთ, ავტორულ კომპანიაში მუშაობთ, თუ სამუშაოთ, მაგრამ საშუალოდ დაახლოებით შეგვიძლია რომ 2500 ლარი ვიგულისხმოთ მაგ შუალედში, ესე რომ ვთქვათ. 2-3 წლის გამოცდილებაზე. რაც შეეხება უფრო მაღალ გამოცდილებას, ეხლა როცა უკვე 4-5 წელი გავა, თან ცოტა უფრო მთავარი ბუღალტრის ესე ვთქვათ გამოცდილებასაც დავაგროვეთ, უკვე თავშეულად შეიძლება რომ 4000 ლარი და მეტიც კი გამოვიმუშაოთ რა.
მე შეგულისხმობ, რომ შეიძლება მაგალითად პროექტებად გქონდეს სხვადასხვა კომპანია, ესე რომ ვთქვა და თითოეული კომპანიისგან საკმაოდ დიდი ანაზღაურება ავიღოთ. რა, აქ უკვე დამოკიდებული იქნება თქვენს უნარზე, რამდენად შეგიძლიათ, რომ ეს რამდენიმე დიდი მსხვილი პროექტი ერთად მართოთ. ეხლა რაც შეეხება თვითონ უნარებს, რა გვჭირდება, რომ კარგი ბუღალტერი ვიყოთ, მინიმუმ მეგობრებო, ცოტა ციფრებთან უნდა მეგობრობდეთ. თუმცა რო გითხრათ რომ უმაღლესი მათემატიკა მოითხოვება თქო ეგრე ნამდვილად არ არის მინიმუმ საბაზისო დონე გვჭირდება მათემატიკის კარგია და აუცილებლად გვჭირდება და ცხოვრების ხალისას არ გავიფუჭოთ მეგობრებო თუ Excel-ი გვეცოდინება იმიტომ რომ ბუღალტერიაში ბევრი რაღაცა არის ესე თქვათ სათვლელი და Excel-ი ძალიან ამარტივებს ამ ყველაფერს ამიტომ ჩათვალეთ რომ მინიმუმ საბაზისო დონე მანდაც გვჭირდება გარდამაგისა თქვენ მოგიწევთ რომ ბუღალტრული პროგრამა ისწავლოთ რა. ზოგადად ეგრე არის რომ დაახლოებით ერთ პროგრამას რო კარგად ისწავლით, მერე სხვა პროგრამებზეც არ გაგიჭირდებათ მუშაობა, იმიტომ რომ თითქმის ერთი პრინციპით არის აწყობილი ესე რომ თქვა რა. ანუ რაღაცა განსხვავებები არის რა თქმა უნდა, მაგრამ ზოგადად ერთს რო სწავლობენ, მერე უკვე ბევრად უადვილდებათ სხვადასხვა პროგრამების ათვისება და შეიძლება მერე გამოვიდეს რომ ერთი ხუთი პროგრამა იცოდე ისე რომ კარგად შეეძლოთ მუშაობა რა ესე რომ ხო, ანალიტიკური უნარებიც მეგობრებო საჭიროა, იმიტომ რომ ბევრი საკითხია, შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ ბუღალტერი რაღაც რუტინული საქმეა და რაღაცა ყოველდღე რაღაც ოპერატორით რაღაცები უნდა შეკავდეს, იმაში რა ქვია. პროგრამაში, მაგრამ ეგრე ნამდვილად არ არის, ძალიან ბევრი кейსია, საგადასახადო ფინანსური, სადაც მოკლედ ძალიან ესეთი ჩაღრმავებაა საჭირო და ამიტომ ანალიტიკური უნარები ნამდვილად გვჭირდება, მანდ რომ კარგი სწორი გადაწყვეტილებები მივიღოთ და სწორად აღვიძოთ რაღაცეები რა. კიდეთ ზანშოულ უნარია თუ დეტალებზე ორიენტირებული ვიქნებით მეგობრებო, იმიტომ რომ ბუღალტერია რაღაც ციფრებთან არის კავშირში, იქ ერთი მძიმე და ერთი ნული და ერთი ციფრიც რომ მოკლედ შეგვეშალოს, უკვე შეიძლება სერიოზული პრობლემებში გავხვიოთ კომპანიას და ჩვენც ესე რომ ვთქვათ რა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ყველაფერზე მაქსიმალურ ყურადღება გამოვიჩინოთ მუშაობის დროს. ამიტომ ჯობია რომ ეგ მაქსიმალურად ესე ვთქვათ მობილიზებული ვიყოთ. პასუხისმგებლობის მაღალგზნობაც რა თქმა უნდა საჭიროა. და კიდე ერთი ძალიან მნიშვნელოვანი უნარი მეგობრებო არის დროის მართვის უნარი, იმიტომ რომ თუ ჩვენ ვაპირებთ რომ დიდი ანაზღაურება გქონდეს, რამდენიმე პროექტი მართოთ, მოკლედ ძალიან მნიშვნელოვანია სწორად გავანაწილოთ ეს საქმე, იმიტომ რომ ბუღალტერიაში ძალიან ბევრი დედლაინია, ესე რომ ვთქვათ, სახელმწიფო დონეზეც და შეიძლება შიდა დონეზეც კომპანიას გქონდეს, რომ ამ თარიღში ეს სჭირდება, იმ თარიღში სჭირდება, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ მაგ ყველაფრის კონტროლი კარგად შეგეძლოს რა. ეხლა ეს კონკრეტული კურსი ვის შეიძლება გამოადგეს მეგობრებო? ძირითადად ეს კურსი არის უფრო ესე რომ ვთქვათ საბაზისო ნაწილი ბუღალტერიაში, ამიტომ ისეთ პიროვნებს, ვინცაც აინტერესებს რა ხდება ბუღალტერიაში, ან შეიძლება ფიქრობდეს რომ ბუღალტერია ხო არ ავირჩიო და ამიტომ თვითონ ამ სფეროში გარკვევა ჭირდებოდეს ხო მაგალითად რა მინიმუმ რა. აქ ესე რომ ვთქვათ ესეთი ადამიანები მიიღებენ როგორც თეორიულ ცოდნას, ასევე მიიღებენ პრაქტიკაში ბუღალტერია როგორ არის და რაღაცნაირად ეს სინთეზი მოკლედ დაეხმარებათ რომ კარგი წარმოდგენა შეექმნათ მოკლედ ბუღალტერიაში როგორ არის რა ხდება ბუღალტერიაში და არა მარტო წარმოდგენა, მე უკვე ესე რომ ვთქვათ იმდენ ცოდნას მიიღებენ რომ ესე ვთქვათ საქმის დასაწყებად მოკლედ კარგი დიდი ნახტომი გამოვყოთ რა და ბევრად მარტივად დაიწყებენ შეიძლება სფეროში ჩართვას ესე რომ ვთქვათ რა. კიდევ მნიშვნელოვანია მეგობრებო ეს კურსი მათთვის, ვისაც საკუთარი ბიზნესი აქვს და აინტერესებს როგორ აღირიცხება თავის ესე ვთქვათ კომპანიაში ან როგორ აღრიცხოს მომავალში ესე ვთქვათ ბუღალტერია როგორ გააკეთოს კომპანიაში. კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხა ქართულ რეალობაში არის რომ რა გადასახადები გადაიხადოს, როდის გადაიხადოს და ასე შემდეგ, ან თუ არ გადაიხდის რა მოუვა და მოკლედ ამ ყველაფერზე ინფორმაცია მე ვფიქრობ რომ ყველა ბიზნესმენს უნდა ქონდეს მინიმუმ საბაზისო დონეზე მაინც გაერკვეოდეს. გარდა მაგისა, მოკლედ სტუდენტებსაც ძალიან გამოადგებათ ეს კურსი, იმიტომ რომ სატყის ეტაპზე იმდენად როგორ არის ხოლმე იცით, სულ რომ ბუღალტერიაზე ჩააბაროთ მაგალითად უნივერსიტეტში ხო, თქვენი ძირითადად მოისმენთ თეორიულ ნაწილს ბუღალტერიისას რა, რომელიც საქართველოს პირობებში საკმაოდ განსხვავებულია ხოლმე რაღაც ნაწილებში რა პრაქტიკულ ნაწილში ესე რომ ვთქვათ რა.
თეორიაში ცოტა სხვანაირად არის, პრაქტიკაში ცოტა სხვანაირად არის რა. ხშირად არ ემთხვეოდა. ამიტომ თქვენ თუ ეს კურსი გავლილი გექნებათ, ძალიან კარგად შეგეძლებათ ესე რომ ვთქვათ, შეადაროთ პრაქტიკა და თეორია ერთმანეთს და უფრო სწორი მიმართულებები აიღოთ პროფესიაში განვითარებისთვის და საწყის ეტაპზეც მოკლედ როგორც წეგან მახსენე, საკმაოდ დიდი ნახტომი იქნება მოკლედ რაღაც თემების კარგად გასაგებად რა, ესე რომ ვთქვათ. დანარჩენ ნაწილს პრინციპში უკვე ნინო განაგზობს, ხო ნინო? და მე დროებით დაგემშვიდობებით. მადლობა დათო. მეგობრებო, დათო გესაუბრა უნარებზე ზოგადად რა ჭირდება ბუღალტერს, რა უნარები, რომ კარგი ბუღალტერი იყოს, მაგრამ ვიცით რომ უნარების გამო თუ არ გვაქვს რაღაც უნარი, მაგალითად დროის მართვის, ანალიტიკის და ასე შემდეგ, შეიძლება რომ გარკვეულ დონეზე გამოვიმუშაოთ ეს უნარები, ასე რომ არ შეგეშინდეთ, რომელიმე უნარი ამ ეტაპზე ისეთი ხარისხით არ გაქვთ. შეიძლება ამ უნარების გამომუშავება მუშაობის შედეგად. თავარია სურვილი. რაც შეეხება ჩემ ნაწილს, რაც ვისწავლით კურსის ფარგლებში, რა მოლოდინი უნდა გქონდეთ. როგორც იცით, კურსი იქნება 3 ეტაპიანი. პირველი ეტაპზე ბუღალტრული აღრიცხვის თეორიულ საფუძვლებზე გვექნება საუბარი. გაივლით ყველა იმ ძირითად საკითხს, რასაც ეფუძნება ბუღალტრული აღრიცხვა. მაგალითად, რა არის ბუღალტრული აღრიცხვის საგანი, მეთოდი, რა არის ორადი ჩაწერა, ბუღალტრული ტოლობა, დებეტი, კრედიტი, ბუღალტრული ბალანსი. გავივლით ძირითად პრინციპებს და ელემენტებს, როგორც ბუღალტრული აღრიცხვის, ასევე ანგარიშგებისაც. მაგალითად, გავსწავლით მოგება ზარალს, cash-flows, ბალანს, ზოგადად ანგარიშთა გეგმას და ბუღალტრულ ანგარიშებს და ასე შემდეგ. ყველა შეხვედრა დაიწყება წინა შეხვედრის შეჯამებით, დასმულ კითხვებზე მიიღებთ პასუხებს, კომპეტენტურ პასუხებს და ასევე გექნებათ საინტერესო დავალებები. მეორე ეტაპი იქნება საგადასახადო კანონმდებლობის საბაზისო ცოდნის მიღება. თავდაპირველად მოხდება ამ კანონმდებლობის ზოგადი მიმოხილვა, სტრუქტურის განხილვა. ასევე საწყის ეტაპზე გაეცნობით საგადასახადო კანონმდებლობის ძირითად ტერმინოლოგიას, რადგანაც თუ თქვათ არ ვიცით ისეთი ძირითადი ტერმინოლოგია, როგორიც არის ძირითადი საშუალება, რა არის ძირითადი საშუალება, საქონელი, ეკონომიკური საქმიანობა, თუ ეს ყველაფერი არ ვიცით, შემდგომ საგადასახადო დაბეჭდვის რეჟიმებზე საუბარი გაგვიჭირდება, ამიტომ ტერმინოლოგიის გაცნობის ნაწილი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, რეალურად ამაზეა დაფუძნებული შემდგომ საგადასახადო კანონმდებლობის ათვისება. სალექციო კურსის ამ ეტაპზე ფაქტიურად საქართველოს ტერიტორიაზე არსებული 6-ვე ძირითად გადასახადს გაეცნობით, როგორიც არის DRG, ანუ დამატებული ღირებულების გადასახადი, მოგება, საშემოსავლო ფონების გადასახადი, იმპორტის და აქციზის გადასახადი. განხილული იქნება ყველა ამ გადასახადის არსი, ვინ არის გადასახადის გადამხდელი, როგორ და როდის ხდება დეკლარირება, რა საგადასახადო შეღავათები ვრცელდება ამა თუ იმ შემთხვევაში, ასევე დათო ისაუბრებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე, ჯარიმებზე, რა შემთხვევაში როგორ დაჯარიმდება პირი და ასევე გაეცნობით გასაჩივრების წესებსაც. მესამე ეტაპი არის პრაქტიკული ხასიათის და აქ ძირითადად ყურადღება გამახვილებული იქნება პირველი 2 ეტაპის მანძილზე, განმავლობაში მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებაზე. გაეცნობით საგადასახადო დოკუმენტებს, მაგალითად მიღება-ჩაბარების ტაქსი, ზედნადები, ფაქტურა რა არის, როგორ გამოვწეროთ ზედნადები, ფაქტურა, როგორ ვიმუშაოთ ზოგადად დოკუმენტებთან, როგორ ვიმუშაოთ ერეს პორტალზე, როგორ ავაწყოთ დეკლარაციები და როგორ წარმოვადგინოთ გადასახადები. ასევე სიმულაციური კომპანიის მაგალითზე გავაკეთებთ ძირითად საბაზისო საბუღალტრო გატარებას, მაგალითად როგორიც არის შესყიდვა, რეალიზაცია, სესხი, როგორ დავთვალოთ ქსელფასების საშემოსავლო,
და მოკლედ ძალიან საინტერესო საკითხებზე გვექნება საუბარი კურსის მესამე ეტაპზეც და ეს ყველაფერი მოხდება კომპანია ბუღალტრული პროგრამა ფინას გამოყენებით და ხო საინტერესო არის ის რომ ამ ეტაპზე თქვენ თვითონვე აწყობთ ამ სიმულაციური კომპანიის ბუღალტრულ ბაზას და ამ ბაზის საფუძველზე წარადგენთ დეკლარაციებს და ასევე მოახდენთ ანგარიშგებების აწყობასაც. სამივე ეტაპი მიმდინარეობს პრაქტიკული кейსების განხილვით იქნება ასევე სიტუაციური მაგალითები, გექნება დავალებები, ყველა ეტაპი დასრულდება ვიზით და საბოლოოდ გავაკეთებთ შემაჯამებელ პროექტს და გექნებათ საშუალება რომ ნახოთ ამ სამი ეტაპის განმავლობაში მიღებული ცოდნის შედეგი ამ პროექტის სახით. როგორც აღნიშნე, ეს მესამე ეტაპი, პრაქტიკული ეტაპი მიმდინარეობს საბუღალტრო პროგრამა ფინას გამოყენებით. აქ ხედავთ კომპანიებს, რომლებიც იყენებენ ფინას საბუღალტრო პროგრამას. მინდა გითხრათ ორი სიტყვით ფინას შესახებაც, რომ არის ძალიან მარტივი, როგორც დასანერგად, ასევე ასათვისებლად და ძალიან ეფექტური ბუღალტერიის საწარმოებლად. ფინა ამ კურსის მანძილზე ისწავლება იმ ხარისხით და იმ დონეზე, რაც ჭირდება დამწყებ ბუღალტერს. შემდგომ უკვე საშუალება გექნებათ, რომ კიდევ უფრო მეტად გაიღებოთ ეს თქვენი ცოდნა. რაც შეეხება კურსის ფორმატებს და სტრუქტურას. კურსის ხანგრძლივობა არის 3 თვე, სულ იქნება 24 შეხვედრა, თითოეულ ეტაპს ანუ ეთმობა 8 ლექცია. ხანგრძლივობა ლექციის იქნება 2 საათი, რა თქმა უნდა გათვალისწინებული იქნება შესვენება ყველა ლექციის შუა ნაწილში. რაც შეეხება შეხვედრების ფორმატს, ეს იქნება თქვენ სურვილზე დამოკიდებული ჰიბრიდული ხასიათის, როგორც ონლაინ, ასევე ფიზიკური შეხვედრების ფორმატში. და შეფასების სისტემაც არის ძალიან საინტერესო. ყველა ლექციის ბოლოს დავალებები გექნებათ, ლექციის მსვლელობის დროსაც გექნებათ პრაქტიკული სამუშაოები. ეტაპები დასრულდება როგორც ვთქვით კვიზებით და საბოლოოდ იქნება პროექტის შემაჯამებელი პროექტს შეაჯამებს საბოლოო პროექტი. რომელიც იქნება თქვენი მიღებული ცოდნის საბოლოო პროდუქტი. ნინა, დიდი მადლობა. ეხლა უკვე მე შევაჯამებ ესა რა ვთქვათ, რაზეც ვისაუბრეთ და ზოგადად რა იქნება ის შედეგი, რასაც თქვენ მიიღებთ 3 თვის შემდეგ, როდესაც უშუალოდ კურსს ჩახურავთ. პირველ რიგში არის ის, რომ რაც დინომაც ახსენა, მაგალითად ის, რომ აუცილებელი არის საბუღალტრო ტერმინოლოგია ვიცოდეთ და მისი ძირითადი პრინციპები და ზოგადად ბუღალტრული საკითხები უცხო თქვენთვის აღარ იქნება და არც ტერმინოლოგია იქნება უცხო და აუცილებლად მიხვდებით რა ტერმინს რა დროს იყენებს ბუღალტერია და რეალურ პრაქტიკების მაგალითზე ეს რეალურ ცხოვრებაში სად გვხვდება. ასევე მცირე ფინანსური ანალიზის ჩატარებას შეძლებთ, აი ძალიან მარტივი ბიზნეს მოდელის და ბიზნეს გადაწყვეტილებების შესაბამისად თქვენ შევეცდებით, რომ პრაქტიკული მაგალითების დაყოთნობით ეს გასწავლოთ და თქვენც მერე უკვე შეძლებთ, რომ წაიკითხოთ მინიმუმ ბალანსი, მოგება ზარალი და სხვადასხვა ფინანსური უწყისები, რაც ბუღალტრულ აღრიცხვაში გამოიყენება. ასევე შეძლებთ, რომ ყოველდღიური სამეურნეო ოპერაციები, რაც ბუღალტერიაში გვხდება, პროგრამაში სწორად ასახოთ და იცოდეთ, როგორ აისახება პროგრამაში. ეს უფრო მეტად გაამყარებს თქვენ თეორიულ ცოდნას, რასაც კურსის განმავლობაში მოგცემთ და შემდეგ უფრო მეტად შეძლებთ, რომ პრაქტიკაში დაინახოთ უკვე რა როგორ აისახება ბუღალტრულად. ასევე გეცოდინებათ ზოგადად საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში რა გვაქვს გადასახადების ნაწილი და გავივლით ყველა გადასახადს აბსოლუტურად, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე ვრცელდება, მის გამოყენებას ისწავლით და ეს ყველაფერი მოგცემთ საშუალებას იმისას, რომ თქვენ ზოგადად ფინანსურ ანგარიშებს შეუსაბამოთ საგადასახადო კანონმდებლობაც. ვისაუბრეთ უკვე, რომ ასევე შეძლებთ საბუღალტრო სისტემებში ჩანაწერების წარმოებას, ზოგადად საბალანსო ანგარიში ბუღალტერიაში რას ნიშნავს და როგორ უნდა ჩავწეროთ პირველადი გატარებები.
და აუცილებლად შეისწავლით ფინანსური ანგარიშგების ძირითად ელემენტებს, ამაზე დეტალურად გავივლით ამ საკითხებს ლექციის ფარგლებშიც, როგორც პირველ ისევე მესამე ფაზებში, ასე რომ ვთქვათ. მოკლედ რომ შევაჯამოთ, ზოგადი კურსის შედეგები იქნება ისეთი, რომ თქვენ აუცილებლად ნახავთ თეორიულ და პრაქტიკული მაგალითების დაყრდნობით, როგორ ხდება კომპანიებში ბუღალტრული აღრიცხვა და საბაზისო დონეზე შეისწავლით თეორიულ მასალასაც და პრაქტიკულ სავარჯიშოებსაც ჩვენთან ერთად აუცილებლად შეადგენთ. იქნება ესე რომ ვთქვათ ძალიან ინტერაქციული, არ არის მოსაწყენი, არ არის დამღლელი, მიუხედავად იმისა, რომ ჰიბრიდულ რეჟიმზე ვართ და შეიძლება რომ ონლაინ ლექციების დროსაც ძალიან კარგად იყოთ ჩართულები, რაც აჩვენა ჩვენმა გასულმა ესე რომ ვთქვათ ლექციებმა და საბოლოო შედეგი, გარდა იმისა, რომ მაგალითად ჩვენი განხილული თეორიების გარდა თქვენთვის საინტერესო თემებსაც აუცილებლად განვიხილავთ და გექნებათ შესაძლებლობა, რომ თქვენთვის საინტერესო საკითხებზე მოსაზრებები ჩვენი მხრიდანაც მოისმინოთ და პრაქტიკული მაგალითებზე დაყრდნობით უფრო მეტი ინფორმაცია შეიტყოთ ბუღალტერიის შესახებ. Როგორ დავრეგისტრირდეთ, ეს კითხვა შეიძლება გაგიჩნდეთ, Smart Academy-ის ვებგვერდზე აუცილებლად ნახავთ ჩვენ სარეგისტრაციო ფორმას, სადაც შეძლებთ რეგისტრაციას. ასევე შეგიძლიათ, რომ მითითებულ ტელეფონის ნომერზე გადახვიდეთ და დაუკავშირდეთ ნებისმიერ დროს კონსულტაციისთვის და კურსის შესახებაც უფრო მეტი ინფორმაცია მიიღოთ, რაც თქვენთვის იქნება საინტერესო.